რატომ არის რომ იმის და მიუხედავად რომ წლების განმავლობაში ნამდვილად ვითარდები და მე თვითონ ვხედავ რომ ვითარდები, მაინც არ მშორდება იმის შეგრძნება რომ არაფერი მაქვს გაკეთებული და ერთ ადგილს ვტკეპნი. ეგ არის გეტყვი ერთი წამით, ეგ არის ისეთი ადამიანების ჭირი, ისეთი ადამიანების დაავადება, რომლებიც ვითარდებიან მხოლოდ სულიერად, ხვდები? აი თუ ადამიანი მხოლოდ სულიერად ვითარდები, ეგ ყოველთვის ის გექნება რა, ეგ შეგრძნება და აი რატომ? აი სულიერი განვითარება ავიღოთ, ხო? ეგ შეიძლება იყოს ცოდნით, როცა იზრდები, გააზრებით, როცა იზრდები, მთელი ამბები რა, ანუ ეს სულიერს უწოდებ ძალიან ისე რა, უბრალოდ რომ შევკრა. ეგრე რომ ვითარდები, როგორი რამე არის, რითი განსხვავდება ეგ იმისგან, რომ არ ვიცი, იყიდო მანქანა, სახლი და ასე შემდეგ, რომ მთელი ეგ ცოდნა, მთელი ეგ ყველაფერი აქტიურ წვდომაში არ გაქვს, ხვდები? აი ხლა რამდენი რამე ვიცი, ხო, მე? რამდენი რამე ვიცი. გონია ეგ ყველაფერი ახლა აქტიურ წვდომაში მაქვს? არა, სანამ არ გავიხსენებ, სანამ არ გავივლი გზას ტვინში, სანამ ვიღაც არ ახსენებს, რომ ეგ ჟანდაბა საერთოდ ვიცი და მაგაზე ვსაუბრობთ, ხო? ეგ ყველაფერი წვდომაში არ მაქვს. და ამიტომ შენ იქნება ეგეთი სულიერი სიღარიბის ილუზია რა, იმიტომ რომ ძალიან ცოტა რამეზე გაქვს წვდომა. აი ხლა ბრეებზეც მაქვს მასტერკლასები, ისინი, ესენი 1000 გაკვეთილი ლექცია, ხო? აი ხლა ამ წამს გონიათ რომ ერთი სიტყვა მაინც ან ერთი რამე მახსოვს ან წვდომაში მაქვს, არა. უნდა წავიდე იქ, გავქექო ვინმემ შემახსენოს, რომ ოპ, ვიგრძნო ის. და ეგრე ბევრი რამე არის და ყველაფერი მუდმივად არ გაქვს რა წვდომაში, აი შეხების მხრივ, როცა სულიერად ვითარდები. ხვდები? ამიტომაც ეგ არის, აი ვინც სულიერად ვითარდება, მაგ ხალხის ჭირი. აი სწორედ ამ მიზეზით. იმიტომ რომ აი ეგრე განსხვავდება მატერიალურისგან. და ის შენ რო თან იზრდებოდე მატერიალურით, ეგ შეიძლება იყოს, არ ვიცი, კუნთს იყენებ. შეხედავ აქტიურ წვდომაში გაქვს. სახლი იყიდე, შეხედავ აქტიურ წვდომაში გაქვს. რამე საათი იყიდე, აქტიურ წვდომაში გაქვს. $3 დიდი მადლობა, ახლავე წავიკითხავ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ აი მაგ სულიერს დააწიო აუცილებლად მატერიალური, ფიზიკური. და ეგ ბევრი რამე შეიძლება იყოს იქ, არ ვიცი, ეზოში რამე ხედარგო იზრდება და ანუ მაგით ხალხი რეალურ სიამოვნებას იღებს. რომ ნახე, აი, შეხედე. ყოველ კვირა ვინმე მოვა რამე, რომ მე შეხედე ხე გაიზარდა. იმიტომ რომ მაგის ზრდას და მაგის ფლობას ძალიან მარტივად გრძნობ, ხო ხვდები? და სულიერს ვერა, იმიტომ რომ მიდი ეხლა და გაიხსენე ყველაფერი რაც ისწავლე. მიდი ეხლა და გაიხსენე ყველაფერი რაც გამოიარე, ხო? ამიტომ მაგას თუ არ დააწიე მატერიალური, ვიმეორებ, კუნთი დაიყენო, ეზოში ხე. ჩემი აზრით იმაზე საუბრობ, რაზეც პიროვნული განვითარების მეორე მასტერკლასშია საუბარი, ლეველების ლუპზე. ზუსტად ეგეც არის, აი ორველ. ექსპერტი და ხურული არხის საცავის მასტერკლასების. ზუსტად აი ეგ ლეველინგი არის რა, ასევე რაც იგივე პრობლემას ქმნის. მათ შორის, აი ყოჩა, უყურეთ მაგ ვიდეოს, მეორე მასტერკლასია ხო, როგორც დაწერე. ახლავე გაწევრიანდი ჩვენს დახურულ Telegram არხზე პრემიუმ კონტენტისთვის, რაც YouTube-ზე არასდროს მოხდება. ვიდეოები, ლექციები და მნიშვნელოვანი მასალა ცენზურის გარეშე, რაც აუცილებლად გჭირდება. ასევე ისარგებლებ პრემიუმ პრივილეგიებით. გელოდებით.